გამარჯობა, მე რამდენი თმა უკვე სარეცხი ჩართული არ ვიცი. ყველა დღე ვრეცხავდა, საიდან გროვდება არ ვიცი. სიცხეა და საავთოებლებიც კიდევ მომიგროვდა. აბანოს კარი დავხურე, რომ მანქანის ხმა ისმის. ამას პეცარის რაითად რომ ეგენი ყველა და საავთოებელია. ძალიან ცხელა ხო დღეს ცხელა ძალიან და მეც როგორ ვარ აკუწული. რა ვიცი რაღაცებს ვალაგებ. და ვარ ისე როგორც ვარ. ეხლა გავხართ შემოსასვლელში. აღარ ვიტყვი მეთქი სიცხეზე რამეს არ უცებ მაინც წამოგწდება რომ დაგცხება. ყველაფერი და საავთოებელი მაგ დღეს უფრო მეტი და საავთოებელია ვიდრე ისე. არა უშავს. თეთრეულებს ვრეცხავ და ისე სარეცხიც და დაგროვდა უკვე ბევრი. კიცხა საავთოებელია, ანუ არ ვატრიალებ. შიგნიდან ავთავებ. ჯერ ყველას თქმა უნდა და მე კიდევ ცოტას გარედან გადავოსმე. თეთრი ფონი აქვს, თეთრი შპალიერია. კაია ის. კაი ხედია. არკა როგორ ჩანს. აი. შვენიერი ხედი გამოჩნდა. აქედანაც შეიძლება თურმე ვიდეოების გადაღება. ავარჩიოთ თანდათან ხედები და რამე კაი ადგილი მოგძებნო. რომ არ მოგბესდეთ ერთი და იგივე გარემოს ყურება თქვენ. ჩემო მეგობრებო. სადროს გამოვნახავ, ყოველთვის მოვდივარ თქვენთან, როცა არა ეს ორი ვიდეო აუცილებლად უნდა გადავიღო. როცა არა, მოიქმნეს ყველა საქმე. არსად არაფერი არ გარბის. ხო, ეგ და ეგ ტყილა დავკეცე, გარდერობშია შესაწყობი. საცმელი ხომ გადავარჩიე. ეხლა უკვე ცოტა შუამკლავებიანებიც უკვე აღარ მინდა. მესამე მკლავზე რაც არის, უკვე აქაც აღარ მინდა, ვიცი უკვე შესანახია. აი ეს წავიღოთ. ყველაფერს ვნახოთ თავისი ადგილი. აქ თეთრეული გადაძრობილია. იმიტომ ჩანს მასე. ერთი ჩვევა მაქვს. რა ვიცი, ცუდი აქვს კარგი. თეთრეულების მეტი რა მაქვს, მაგრამ იმ ერთს რომ ავიჩემე, მერე სხვაზე გადასვლა მიჭირს. ახლა გაშრება. ეს აქ არის, ეს აქ არის, ესეც კიდე აქ. ხოდა რომ გაშრება, ისე იმას გადავახო. ამ სივიწროვე მაქვს ხო? ცოტა გამიჭირვა საქმე რა.
თევლები აქაც მაქვს და გაუხსნელიც მაქვს. ერთი ორი წყვილი ისე მაქვს, რომ ჩემები რომ ჩამოდიან თბილისიდან, იმას მაშინ გადავაფრთხილე. კაბები მაქვს აუარებელი. ამისი დრო უკვე გავიდა. შევინახო. უფრო სიცხეა. ამათი დროც გავიდა. ესენი ყველა დარეცხილი მაქვს და ისე მაქვს შეკიდული. ახლა ჩავალაგებ პარკებში. პირა კონდეს არ იკავებს. ეხლა ასე დარეცხილებს ჩავკეცავ, შევინახავ და მე შემოდგომისკენ კიდე გამოვიღებ, კიდე დავრეცხავ. გარეცხვის გარეშე არცერთ ტანსაცმელს ბაზილიკში არ დგას. მინდა ერთელი ყოფაცმული და აწინდის. რა ვიცი მეგობრებო, ყვები ყველაფერს რასაც ვაკეთებ, რასაც ყველასე აკეთებთ და ყველასე ცხოვრობთ. მე რამე სიახლეს არ ვაკეთებ. გალოთ? ხო, ეს თემუს პარკები რა კარგია. შვენიერ ლამაზად ჩაალაგებ, მაგისთვის ძირს ხო? გამოწერა. საკმაოდ მაქვს. ყველა ჩემი გამოწერილი არ არის. ჩემმა ბიჭმაც გამოწერა რაღაცები და დაგროვდა. ასე დავაბინავე. აღარ დაიჭერს ქართკის. მაინც არ ვარ ახლა ამის შემცნელი და ყველა რაღა ეკიდოს საკითხი. სერაფის პარტები აუცილებლად უნდა შევინახო. კიდევ დამჭირდება ვინც იყოს. ჯერჯერობით ასე იყოს. კიდე გამოჩნდება რამე და შევინახო. აქ მოდის მტვერი. ეხლა ხომ დილას გავწმინდე. სახლი დავალაგე, გავწმინდე. ეხლა რომ ასე თითი მოусვათ, სახელგვარს დაწერ. ხო, რატომ? იმიტომ რომ აქედან მოდის მტვერი, შენებლობიდან. დაიხჩობი ადამიანი და გააღებ და ესია, მაგრამ არ წუწუნებ უბრალოდ რა ახლა ჩემს გამო არ უნდა აშენდეს თუ რა მე ჩემი წუწუნით რა გაკეთდება. ჩემი წუწუნით რა იქნება არც არაფერი. უნდა აშენდეს, უნდა გაკეთდეს. უბრალოდ ვერს ვერ გამოვიდ და აგია. რაც არ უნდა ალაგო, მოტრიალდები და ისე მტვერია. და ეგა. ჩემს ოთახში საკერავი მანქანა მაქვს. ამას წინათაც თქვი ვიდეოში. რაღაც გაჩერდა. მე ახლა არ ვიცი დიდად კერვა, მაგრამ შარვლის ბოლოებს
კაბის გადაჭრა შემიძლია ვთქვათ, რაღაცებს შემიძლია რომ გავაკეთო და თემურში ვნახე ის ნაწილები, რა პრობლემად ჩემსაც აქვს. ინდობა რომ გამოვიწერო. ვინმე ვიცით? აქაც იყო მოხელე. ვისი ნომერიც მქონდა და ვისთან შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა ის კაცი მოვტაო და ვიტყვი რა პრობლემა აქ იქნება, ვინმე ვიცით. ხელი მუშაობს, ფეხიანი არ ხელის საკერავი მანქანა, ფეხის მოქმედებით არ მუშაობს, მხოლოდ ხელზე. ძველებური, ძველის ძველი მანქანა. 50 ლარში ვიყიდე, იმაში ქონდა, საბარგოში ქონდა ვიღაცას და გაყიდა და ვიფიქრე, იყოს სახში, ნივთია. ყველა წუთში რომ არ გაიქცენ კერავთან, ამის გაკეთებას ხომ მაინც შეუძლებ და რა 50 ლარი და ვიყიდე. ხო და გაფუჭდა და რა პრობლემა აქვს ახლა? მუშაობდა ისე მშვენივრად. ეხლა რომ ვატრიალებ, მექანიზმები ტრიალებს, ყველაფერი და ნაჭერი არ მიაქვს. ეს ფეხია თუ რა არის ეს, ეგეც მუშაობს, მაგრამ ნაჭერი არ მიაქვს. ნახე ინტერნეტში ChatGPT-საც მივწერე. რაღაცა ეს ქვედა მექანიზმი რომ აქვს, იქ აქვს რაღაცა პრობლემა. ხო, იქნება გავარკვიო, მაგრამ არ ვიცი, ვფიქრე რა კაპიკები ღირს იქ და თუ მოერგება გამოვიწერ და შევცვლი მეთქი რაღაც ზომები, თითქოს ზომები შევადარე, მაგრამ ყველა გამოწერილიც რომ დამჩეს, მე უნდა გადავყარო. ვერც მოხელის ნომერი ვერ გავარკვიე. კერავებთან რომ მივდივარ, არ გეუბნებიან. ხომ იციან მათაც, ხომ სადღაც მოხელი არის მათ რომ პრობლემა შეექმნათ და ურეკავენ და მოყავენ. მაგრამ რამოდენიმე ვკითხე და არ მითხრეს. გავაკეთებდი მაინც. ძველია და ისე დიდად რა იცი, მაინც რაღაცები ის აქვს უკვე გარედან ვიზუალურად დიდად აღარა ისეთი შესახედი ძველის ძველი, მაგრამ იყოს ვიფიქრე მაინც და ნახოთ თუ გავაკეთე თუ არა და რა ვიცი, ვინმე ნაწილებად სად წავიღო, ეგეც პრობლემაა, სად წაიღებ. მე ისეთი ადგილი არ მაქვს ახლა, აი დავდო და იყოს და მე რა მაინც არ მიშლის და ასეთი ადგილი სად მაქვს. ამას მოვიფიქრებ. თუ გავაკეთებ, ხო რა იცი ისა, პატარა მანქნები შეგიძლია იყიდო რაღაცა 60 ლარად, მასე მარტო რომ შარლების გადასაკეთებად, უბრალო გასაკერად მოიხმარო, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება რომ დედა რას გავარ, აი მთელი დღეა ვალაგებ და ისეთი გაწეწილი ვარ, რა ვიცი. სარეცხმაც დაამთავრა, თული, კი. ეს მესამე გარეცხვა დაამთავრა და აგიც გავფინო და ნახოთ მერე მოვალ იქნება კიდევ თქვენთან. ეხლა უცებ გავიქცევი. ეხლა მინდა რაღაც ლასტის მაგვარი ვიყიდო. რა კარგი იყოს სისუსტე. ყველაფერს ვიცმევდი, გავსუქდი და ვეღარ ვიცნა ყველაფერს ახლა და რაშიც ვერ მეტევი, ისინი უკვე გავაჩუქი. მოვედი მეგობრებო, ჩქარა ვირბინე და მოვედი, ისე ცხელა, გარეთ ისე ცხელა, სული შემეხუდა. ვიყიდე ლასტები, აი ასეთი, შვენიერი კარგი ხარისხია, ფერი ისე ვარდისფერია, მაგრამ იყოს ფერს არ დავეძებ, თავია ხარისხიანი და რბილია. კაიმაღი ვიყიდე.
და ზემოაჭარული ყველი. აი ნახეთ, დაბწნილი ყველი, ოღონდ ზემოაჭარისაა. კაიმაღი ციხაურია. აი, კარგად რომ გაჩვენოთ. ცალხლში ტელეფონი მიჭირავს და აი, ზემოაჭარული. კაიმაღი ცოტა სქელია, ამას ცოტა რძეს დავასხამ გავხსნი. ჩავაწყობ ამ ყველს და პატარა ჭაცაც გამოვაცხობ და ცხელ-ცხელს მივართვე. შვენიერი კარგია. რბილია და პრაქტიკულია. ძალიან კარგად მაქვს ფეხზე. ასეთი მინდოდა, რადგან გვერდებზე თუ მაჭერს მე ფეხსაცმელი, ვერ ვუძლებ საფხულში, სიცხეში კიდევ რაღაც ფეხზე რომ მოგიჭერს. თავისუფლად უნდა იყო, რაც შეიძლება. ხომ უცებ მაგიც მოვაგვარე. სველი თავით წავედი და არ ვიცი დღეს თავის ტკივილი გარანტირებული მაქვს ვიცი. უცებ გავვარდი რომ ეხლა რომ არ მეყიდა ხვალდაზე კიდე ან მოვიცლი და ან არა. სხვა მეგობრებო რა გითხრათ? მეორე პარტია და ფენილი თეთრეულიც გააშრა, ავიღებ ეხლა იმას, გადავაფენ საწოლებზე, გავამზადებ. მერეც კი დაღამდება. დღეს სხვა ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ. თელი დღეა სახლი ვალაგე, თელი დღეა წმინდე, ხამტვერი, ხანის და დღეისათვის საკმარისია. ხო, საჭმელზე გითხარით დღეს ამას გავაკეთებ. ამას დიდი კი არ უნდა, რომ გაჩვენოთ ეხლა როგორია და რანაირია, ჩვეულებრივად ოდნავ რძეში გავხსნი, კაიმაღს ჩავაყრი ყველს და ჭადის ერთად მიითმე, მეგარი და ეგ. ისეთ შეგიძლიათ მიირთვათ, პულთანაც ძალიან გემრიელია. ხო, მე ვაკეთებ ცხიმიანებს, რა თქმა უნდა, ხო, ბორანო ცხიმის გარეშე და ბორანოს თუ კარაქი ბევრი არ აქვს, ბორანო სხვანაირად არ გაკეთდება. ღმა ბორანო კიდევ სხვა არის, კარტოფილის ბორანო სხვა არის. ხო და აი ერთმა დამიწერა რომ ამდენო ტკბილსო ამდენო ცხიმიანსო როგორ ჭამთ და ასეთი ტკბილიო როგორ შეიძლება დალიოთო. ცხიმიანი მეგობრებო კარტოფილის ბორანოს ცხიმი თუ არ აქვს და საერთოდ ბორანოს თუ ცხიმი არ აქვს, ის ბორანოდ არ ითვლება. ხო, ეს ერთი და კამპოტი, ამას ვამბობ იმის გასაგონად, ვინც მომწერა. და კამპოტი 3 ლიტრაში 2 ჭიქა შაქარი ნამდვილად არ არის მეტი. ეგ არის ჩვეულებრივი სიტკბოს გემოსი და ნაყიდ წვენს რომ ყიდულობთ, იმაზე მეტი ტკბილია და შაქარი კერა და სახარინი აქ შიგნით რაღაც შემცველობები და ჩემი კამპოტი ნატურალურია, უფრო და გემრიელი და არც ტკბილია, ვიდრე ის ნაყიდი წვენები ვითომ ნატურალური. ხო, არა, უბრალოდ შემეძლო გამეტარებინა, მაგრამ მე არც მწყენი არც არაფერი, ყველას თავისი გემოვნება აქვს. თუ გინდა შაქრიანს დალიო და თუ გინდა უშაქროს. ეგეც არ არის პრობლემა. სულ უშაქროც შეიძლება რომ დალიო. უბრალოდ იქ აღარ დავწერე კომენტარი და ვამბობ იმას, რასაც ვამბობ რა. ვის როგორ გასაგებია, ბევრი ცხიმიანი არ შეიძლება холესტერინის ამაღლებას იწვევს, მესმის, ეგეც გამეგება, მაგრამ თუ ჭამ ბორანოს, იმას უნდა კარაქი და ისიც სახლის კარაქი. სოფლის. ხო, და ღმა ბორანო რომ ნახოთ მაშინ. ის მართლა ყველი საძებარია შიგნით და სულ კარაქია. და მეგობრებო, კიდევ ეს არის რომ ამას ყველა დღე არ მივირთმევთ, 1000-ში ერთხელ ან თვეში ერთხელ ან 2 კვირაში ერთხელ შეიძლება ვჭამოთ. მე არ ვჭამ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მე არ ვჭამ, ჩემი ოჯახი ჭამს. თუ არ შეიძლება ცხიმიანი, არც იმათთვის არ შეიძლება, მაგრამ ასე რომ უბრალოდ პასუხი გავეცი, თორე მე არც ბრაზდები, არც მწყენს მასეთებზე კომენტარებს ყველანაირს ღებულობ, შეურაცხყოფებს ნამდვილად ვერ მივიღებ და დავბლოკავ იმ წუთას, ვინც შეურაცხყოფაზე გადავა, ნამდვილად არ ყოფილა მასეთი რამ, უბრალოდ ისე ვამბობ, თორე
თორემ შენიშვნებსაც ვღებულობ, ესეც მისაღებია, მართალია, სწორია, ბევრი ცხიმი არ შეიძლება, ბევრი ტკბილი არ შეიძლება, მაგრამ ეს განსაზღვრული დოზებია, იმიტომ რომ სხვანაირად ბორანო არ კეთდება. გინდ ისე იყოს კარტოფილის და გინდ ისე ბორანო. და გინდ ნაღბი ბორანო კიდე რომ ეძახიან, ის კიდე კაიმაღით და მით კეთდება. იმას კიდე არა აქვს ბევრი ცხიმი, მაგრამ თვითონ კაიმაღით ცხიმია. არა, უბრალოდ ეს არ იფიქროთ, რომ რამე ან მეწყინა, ან გაუბრაზდი და იმიტომ ვამბობ, უბრალოდ გავეცი პასუხი და ეგ და ეგა. არ ვარ მასეთი, ვინ მეწყინოს რაღაც ასეთი თემა. ეგ საწყენი ნამდვილად არ არის. მართალია ის ადამიანი, უბრალოდ კერძი კეთდება ასე და რა უყოთ. ხო. საწყენი იქნება ადამიანის შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს თორემ. ხო მეგობრებო, ჩემი საქმე დღეს ეს იყო, თითქმის მოსაღამო და მალე და ღამდება. დღეს ვეღარ მოვა, რა თქმა უნდა და ხვალე მოვა. დღეს კერძი ვერ შემოგთავაზეთ, მაგრამ გითხარით, კაიმაღს ვაკეთებ და ამას ახსნა მე მგონი არ ჭირდება. ჩვეულებრივი ამბავია, ვისაც აქვს წვდომა კაიმაღთან და ეხლა ნაღებიც რომ იყიდება მაღაზიის ნაღები, ხო? შვენიერი გემრიელია, როცა ჭირდება იმასაც ხომ ყიდულობ. ახლა ესეთი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ეს კეთდება სპეციალურ აპარატში, სეფერატორს ეძახიან, იმაში კეთდება რძით და სულ სხვა გემო აქვს. ეს უფრო გემრიელია, რა თქმა უნდა. არც ისაა ცუდი, ნამდვილად, მაგრამ ეხლა როგორც კაიმაღი და დაბწნილი ყველი შიგნით გემრიელია, ისეთი ვერ იქნება. ხო და ვისაც აქვს წვდომა ამასთან, დამერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, ძალიან კარგია. ხო, მეტი რა გითხრათ. დღევანდელი ჩემი ვიდეო ამით დავამთავროთ. კარგად იყავით, ჩემო მეგობრებო, ყველა ძალიან მიყვარხართ. ხვალამდე აბა.